ალბათ მეგობრებო და გავაგზავნოთ ისევ ჩვენი თამაშის ჩაწერა. სტანდარტულად ჩვენი დროით მივყვეთ ისევ ჩვეულებრივ graphics და რაც შეიძლება სწრაფად გავაგზავნოთ, გავიგოთ ჩვენი ლორდის, ჩვენი გვარის, ჩვენი ფილმარკუს. თამამავლობა ისტორიული ბედის წერა და თან პარალელურად ციხეში დამგროვები არის მოდელი ხალხი. აი მაყუთიც მოხვედე. რაც შეიძლება მალე უნდა შევქმნა, კარგი იქნება თუ ამის ზეობის დროს შევქმნი რა იმპერიას და იმ ტერიტორიებს თლიანად დავიპყრობ. ამას მოვაყომარებ, იმიტომ რომ მე ისევ ხელახლა ტიტულების გაყოფა, რადგან მეორე ტიტულს ვერ ვაუქმებ, ეგ არის სერიოზული პრობლემა წარმოქმნა. ამას შემოვთავაზე ის ხაზარების აშიტას ხო ნუ კაია, ამასთან მაინც თუ მოვახერხი ალიანსის დადება, არა და მოდი ამას ეჩუქარი გავუგზავნოთ. ხა ესე თუ ენდომება და კიდევ აჩქოთ ის. აი შევთავაზოთ კიდე. რაც ესე იგი ის აქ რა, აი ხა უნდა უკვე. გავაუმჯობესე კეთილგანწყობოთ შესვიმასთან და მინდო შვენიერი ალიანსი რა. 1023 მეომრით. ხა უკვე იმას ვიდოთ ცოტა ხანში გავბედავ და საქსონიაზე გავილაშქრებ, ტერიტორიებს წავართმევ. რა ვიცი მე უნდა გამოვიდეს. Corazón 28 დაქირავებულებითაც რო ვიბრძოლო ის მაინც მოვახერხოთ 59 და კიდე გავუშვათ ციხიდან გამოყვართ ისინი ნაწილი ვინც გასაძლებელია ნახე რა მაყუთი 122 ოქრო დავატოვებინე ამას დავაყრევინეთ რამეს არა ამას 4 და იგავაგზავნოთ უნდა ვიყო ჩავოთ ეხლა ცოტა უნდა ვიყო ჩავოთ შენდება რამე თუ ავაშე როგორც ეთქობა აქ ქვის ციხესიმაგრე ავაშენე უკვე ბოლო დონეზე გამოვიթარე მე-4 იმაზე დონეზე აზარი 495-იო და პატარა ის დასახლება 24 ოქრო რა ამხელა სხვაობა რატო არ მაშინებიებს ახლა ხდება საინტერესო კაი გასაგებია ერთი ტაძარი და ერთი დასახლება ეს არის ჩრდილოური წარმართული ფრაქციების მეორე დიდი მინუსი აი როგორ ვიყოთ ქრისტიანები კათოლიკეები და კონდეს ფეოდალიზმი ძალიან ბევრი რამე საკავშირებია და გაურკვეველი რამდენი სლოტიც არის აი აქ გახსნილი იქნებოდა აი აქ ბევრი რამე საკავშირებია და ძალიან
გავაგრძელებთ რა უკვე თან ომობს ბიჭი მოდი გავრისკოთ ხა და დავარტყათ აბა დეა კიდე მოკავშირეც ვიყავთ რა ხელა ერთეული აქ რა 2000 მეომარი ხო მეც ყავ ამასაც ხო აი აბა ხარ შემოვიდეს ვიტოდი ისე ამასთან ომი ფაქტიურად არ შეიძლება 32000 მეომარი ყავ ახლა იმპერიის იმპერატორის ტიტული და იმპერია როგორც ეს იყოს აგერ ბიზანტია ესია ის იქ უეჭველი ვიცი რომ ეგეთი გადამაზრომეს სახეს მანახები რა არის ომი და დაპირისპირება სადაც სამილას მეომრამდე გიკრა ესე ვიყავით ეს დავიწყოთ უსაქმოდ რო არ ვიდგეთ მაინც ნუკლიბო ვასალების სამიას პირადი მამულიდან არმიებს არ აუკრებო და ვიმატებ გვარდიაზე რა ძირითად მეორე მოკავშირეს ვიმატებ დიდი უნდა უბრალოდ ვიმობათ რა თქმა უნდა დიახ შენ ესენი ჩამოვიდნენ დიახ ჩემ დასახმარებლად დაიღუპა აძველი რომელიც წარდგენილი მყავდა და წავარდგინოთ ისევე ეს კანცლერი ახ ისევ ექსპანსიური პოლიტიკა უნდა გავაგრძელო. აი ეს წულწული რაღაცეები უნდა გახდეს ისევ ჩემი ან ჩემთან, ან ჩემი ან ჩემთან. აი აქ ეს. აი სამათ რიმოს ვიზავი, იმიტომ რომ რომელი ჩრდილო ნოვგოროდის იმპერია ეს საერთოდ შექმნა. ეიურე ხო. აგარი გაცვინა. მოთაბარეები მოსვლა და იმათ დაუარსებიათ. ესი აქ თამაშს თავისი სისაძაგლეებია. არასწორი უსამართლობები
კი აქ ესე შემოვიერთით ეხა ეს მოგვიწევს რომ შემოვიერთოთ სამჯერად დავიბრუნოთ საერთოდ მაგრამ ჩემთან ხარც დამოდით აი მშვენიერი აქ რაღაცა აირია მოსტები როგორც ეთქობა და რა ეს რაც გვაძლევს ახლა ჩვენ სატარა ტერიტორიის ნაგლიჯი კიდი აქვს ის დაკავებას და შემოერთებაც მომიწევს და შევდივარ ესე თვითონ და ეხლა რა ხდება 91 და დავიკავოთ ესეც აქეთ ეს სატარა ტერიტორიას ვიერთებ თან ტერიტორიების დასაკავებლად ინდიაში ნახე არის სახდება კიდე 2000 მეომარი სიტყვაზე გამოუცხადეთ თავისუფლება არ გვაწყობს და ისე მარტო პატარა ოლქებს ვიპოვოთ პატარა ხომებისთვის არ გასაქმესუს და ხანჯოდა ის სერიოზული რაღაც ომები ქონდათ წესით კიდევ ომები ნე მოწვით ბალტიისპირეთის ტერიტორიებისკენ იმას ვერ მორჩა რა ტიპი და მის პატარა ის ლიანი ლაპლანდიისთვის რამხელა კუსუქს დავითხრილ ნახეთ კაი გავრისკოთ და მოდი დავიწყოთ აბა ეს აი ხა უკვე სერიოზულად მოვემზადოთ ყველა ჩემ მოკავშირეს ყველა ჩემო ასას ყველა ჩემს ეს ქნოთ დაუძახოთ საშველად საკმაოდ მეორე გამოვიყოთ სხვათა შორის აგერ შეუძლიათ რომ მოვიდეს ყველა საკმაოდ დიდი კოალიცია იკვლევა 1000, 2000, 3000, 4000-მდე მარტო ამათის და 1-3 მეყო 7000. 7000-ით რა მოხდება წესით მოვიდეთ, ხო? ალბათ. ამას დავამატებ საჭირო გახდება ფული მაქვს და ქირავებულებსაც. არა მგონია რომ აი ეს მართლა მოვიდეს რა. რავი. აბა მოვედით. სენი სწრაფად ავიღოთ, რა ისეთი ქალაქებია. სწრაფად რისი დაკავებაც შეიძლება. ახალი სარდლების დავნიშნოთ.
პლუს 100. აი ეს ხო. აბა მოდი აქ საყვარელო. კიდე ჩემს წინააღმდეგ ერთი შეთქმულება გავხსენით. ციხი და ხალხი გამოყაროთ. ეს 313 უკვე. ну 3000-იანი საიდან მოდის და აკვირდით. სანამ ის მოვა ამას გავანადგურებ. აი ესე. $4000 $4000 პლუს 1000. მაგრამ მაინც მოუვი. გამოვტანე შეიძლება ითქვას. მათგანზე აქედან აღარ მოძრავებდი. საოცარი გამარჯვება დარჩა ჯიგარი აბა მანდაც მოვალ არ ნერვიულო ჯერჯერობით ფორტის აღებას სტილებს ფორტის ისევა ესე ავაშენე ფაგერ გავანადგურეთ დენი შეაქვჩა ხა მოდი ნაიონიკების დავიქირავთ ოპ ჩემბეზე რა ძალიან ბევრია ამოჩნით რა დენი სადარიანი ხა ახლა აქ სადარია და 11000 მოვსახით მოუყარა ცხა თავი ანუ ეს ნიშნავს რას? ისეთ ადგილას უნდა შევხვდეთ ხამლის ჯვარედინზე, ზოლაში, სადაც მაქსიმალური უპირატესობა გვექნება ჩვენ. და პირდაპირ მოდის რა ესე. ახლა რამდენი ის ეხმარება. კაი მოდი. 6000 11000 წინააღმდეგ. პლუს უპირატესობა ეს მე. აი ეს. კიდევ ვიღაცა შევიწირეთ. ცოტა დამაკდა რა. დასანანი. დასანანია, ნამდვილად. საქსონიას ჯერ კიდია აქ ისეთი ძალა რომ ამასობი ვერ მოუყურა ვერ დავძრა ესე იოთ.
ისევ დაიღუპა ჩვენი ჯიგარი ძმა და ღედა მხარე ისევ გავიდა ჩვენი მმართველობის სფეროდან. 12 წლის ეს არის, რა ვიცი. ამასთან რომ გავაგზავნოთ და ამას მივხედოთ მე. არის რა მეორე შანსიც ეგეთი რომ ეს ტიტული დავტოვოთ, იმას დავტოვოთ და ვინც საჭიროა მე იმას ანუ ის უყოთ რა. ნელ-ნელა ეტაპობრივად შევიერთოთ ის ტერიტორიების ნაწილი, რომელიც ამ ტიტულის ქვეშ იქნება ეს დარსებული. მაგაზე წავა დიდი დრო საკმაოდ. ეხლა თქვენ მეტყვით რომ დრო არა გვაქვს თუ რა. მე ყოველთვის როგორც ეს მეჩქარება ხოლმე. ვინ წარვადგინოთ ვიძაშვილი ჯერჯერობით მაინც ესი აი ამის მე ვიც არის ესე შეიძლება აი აქ ახლა ამას თვითმკვლელობის და შევა რო კონდეს თავს მოვაკლევიერდი და ამის ტიტულის ქვეშ გაერთიანდებოდა ისე ეს არის ტერიტორია ესეთი მაიმუნობა არა ხალხო მინდა რომ იცოდეთ ხალხს გაუსვა კიდე ერთხელ და ამ ტერიტორიების დიდი ხანი არ შემოერთება და დაკარგვა ძალიან მიშლის ხოლმე იმას რა ხელს ესე რომ ვთქვათ
რაღაცნაირად მაინც მოუგე ეს კიდე შეგვიძლია ერთი ტიტული ლაპლანდიის საჰერცოგო ამას აუცილებლად შევხვდი საერთოდ ლაპლანდია შევხვდი ამას რამდენი ყავარია 104 გამოუცხადე თორმე სასაფრთხო დაბლობა ო რეგენტი და მისი ჯანი საჩერო მარინო დავიკაო რამდენი წლის ჯიგარი ორი ჯერ ხო 14-ის გავხდი ჯერ This is a text with love there, right? სულწროვანი ვარ უკვე. რა გავაკეთეთ? აჰა. ხო, ჩემზე იყო ეს დანიშნული. და ქრახტი. მოგონი სიმპათიური კაცი ვარ. ცივილიზებული და რაღაც ხო? მოდი ახთლიანად მოდი. ეს ბათამკვლელი ომი უნდა მოხდეს რა გამოდის ხომარიც. სომნური. ასე საერთოდ ისე ხმეთ. ეს თხილისიც გავიარეთ.
ფულისა და ფულს შორის ყოველთვის ფულს ვარ შეხოდი. ამათი ეხმარებიან ისე თავისი ვიღაცები წყალვა ვასალები და ესე შემთხვევაში მე მოვიგებ ესე გონია მოვიგებ ასი 2400 ნახტალა ვინმის მოულებს ოპა და მეორე ნაირი მოხდა რა ხო გითხარით ეგა ის ვახტა მაგარი საინტერესო რაღაც და ისე მეუკვიდრის პრობლემა ანუ სუობის ქუში გაერთიანდა რა ეხა ავიღებ მეორე ტიტულს რა ეხა ბრძოლაში დავიღებ რა მე და ანუ ესე და იგივე ვით ესე გაგზელდა რაც საინტერესო რაღაცა როგორც გითხარით ესე მოხდა რაღაც ხა ზოგიერთი კითხვები ვერ გაიგებთ რომ დიდი ხანი ითამაშოს და მაშინაც მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ხოლმე რომ აი ესე ღირსა დამჭირდების მიქცევა არის სიტყვით ხა მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილეთ რომ ზოგიერთი არ მოჩის თამაში მიდი დეწლისა 4-ის აუ სამშობლიური მამული დაუკარგე და აქეთ გადმოვიდა თა ესე კარგი ესეც კი ჩემია იდეაში ფილმ არ მაგრამ ასამას თამაშობ ხოლმე ესეთი მაიმუნები კი არ მევასება მაგრამ იმპერიის ტიტულს თუ შევქმნით 20% ჯერ ადრია კიდე მაგას რა ჯობია ხო საწილი იქით გავიდა კიდე დანია 2000 რამდენია 2004-ს ხედა შეგვიძლია ამასთან ის კონუს რომ გამოუცხადოთ ამ ტერიტორიისთვის ომი მაგალითად ვინ დაეხმარება ოკრუგის დაპყრობა მე მგონი ჩემი ისი ვასალებიც ვასალი ტყვიან დახმარებაზე ხო აგერ თითქმის საკმაოდ ამბეული გამომიხმაურა ამაზე იდეაზე ასე ვთქვით რა
ტერიტორიები რაც შეიძლება მალე უნდა შემოვიერთოთ. აგერ 2000-იანი მეომრით სერიც გამოჩნდნენ, მაგრამ არა მგონია რომ ეს ისაქნა რა. აღარ აჯობოთ საერთოდ. მორიცხულია, მე მაგალითად მაგას გამოვიწყო. აქ რა ხდება? ესენი ისევ დღეში არის. Danis გაერთიანებულ არმიას მოუვიგავა ფორჩაკე. ერთხელ გავანადგურე ერთ ბრძოლაში. აი დედაქალაქიც დაულაშქროთ მოდი აბა. ესე ჩავყვეთ რაიდოთ ერთი სიტყვით. ჯარები ყავდა მეტი რასაქმე ხო? ახაც მესამე ბრძოლაში გავანადგურე ვიკინგები. და დიდებული ავიღოთ იერიშით ისევ ძალიან გაუჭირდა ცხოველთა შორის 100% უყვია, მაგრამ გავაგზავნოთ ფულის აღების მიზნით ეს ლაშქრობა რა. ეხლადის საათ იმისთვის ხო? ცოტა დღეს დავითომ ეს დაიგავს, მაგრამ ფერი არ გამოუვა. მოვაგზავნოთ 105 უკვე პლუს 50. შემთხვევაში ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს არც მაგდება, კერიქის პლუსში გავდივარ ხოლმე. უნდა მომიხადოს კიდე მადლი. და დედაქალაქამდეც მივდივართ, სადაც არის რენგსტედი.
და ქალაქი ამ კუთხის და ემისაც. ავთ ფეოდალიზმი აქვს მიღებული, ხო? აი კუჩა. თუ აშენებენ ესეთ საყვარელ ქალაქებს, აი. და კიდე დაამატეს ახლა რაღაცები. ხაფნი და ასე შემდეგ სხვადასხვა ქალაქები. მოდი ხა ესე. მე არსად არ მიჩქარება ნებისმიერ ტერიტორიას სიამოვნებით დავლაშქრავ და გაუძარცვალ. ვიკინგებს ესე იგი მთელ ვიკინგურ სამყაროს გადაუარეს ზედ რა სამხრეთში. შეიძლება ითქვას სახი გავაძრე. აი ამათი საცოდავი არმიის ნაწილების საით მიემართებია. აქეთ კიდე მეორე შემოვიდა ის. თვითონ ზურგში უნდა თუ ამოქმედენ, მაგრამ აიც რაფერია გამოვიდა. და დედაქალაქშიც მოვედი. ეს უკვე სიცხვილე თქვენი. ფაქტიურად ეს როგორ არის მთელი დადიის სამეფოდ დაულაშქრე, ხო? ესეა გამოდის კი. ეხა ამას ერთი კიდე რო იცოდეთ, აი ეს ტერიტორიები კონტროლქვეშ აღარ აქვს, რომ ჯარი გამოიყოს, იმიტომ რომ ყველა დარაშქრული და დაკავებული იქნება. შესაბამისად წინააღმდეგობასაც ვეღარ მიწევს. ხო ხდებით? ასე ვიძახი. ხა ავალ აი ამ ნაწილსაც დედას ვტირებ. არა ვიცი, მოდი გამოვუცხადოთ თუ კიდე ზავი. აი, გავაგზავნოთ სანამ ტახტის სრულუფლებიანად ავალ და ვეკურთხები მეფეც სრულწლოვანი გავხდები. ეხლა ვარ 9 წლის, ხო? აქ შექსპირის მეფე ჰამლეტის ეს ვითარდება, ხო, იქაც დანიის სამეფოში. ხდებოდა მოქმედება და აქაც ეს ტრაგიკულ პერიოდში ასე რომ ვთქვათ. აი ეს ნუ 2000-იანი გარნიზონი და აი ხოჩა. ესე მორჩარავსიო ვეყოფ მეტი რაღა უნდა უყო ამ ტატუირებიან ვიკინგს ეს მე მის მეც იქნება ჩემი ასე ეს არ იქნება თქვენი ეს ტიტული შევქმნათ ეს თირას დავკარგო ოუф ასლაბა როჯერია სვიტონის ისე ხო გიგვა რომ გავაგზელოთ 1000 მეომარი და ბევრი არაფერი
შეეძლოთ ტიტულების შექმნის ასეთი რთული დათქმები ამას დეველოპერებს არც გაეკეთებინას და არც ჩაენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გართულებაზე იფიქრეს, როგორც ხედავთ თამაშის საკმაოდ გართულებაზე იფიქრეს რა. კიდე რამდენი ნიუანსია ესეთი. რა ვიცი, ძალიან ბევრი. აბა ხახტება ეს. იდეაში მომდევნო 3000 მეომარი. მე რამდენი ვიყავ 2000. მოდი გამოუცხადოთ მე ამას აბა თუ დავიპრობთ უბრალოდ. და პრობა გვაწყობს. შედარებით ნაკლები ვასალი გამომეხმაურა, აი. დაიღალნენ რამდენი ომებით, მაგრამ ესე სადამ გვეომება უნდა ვიოვოთ. ამის ხალხს უფრო ბევრი არის. მაგრამ ალბათ 6000-3000 წინააღმდეგ ნახ სხვადასხვა ისინიც დაეხმარეს ხერა არმიები შეკრეს. დიაგოთობით წაგება მე მოხდება. მოდი ერთი რა იყო რა. даже თვითონ რა ვწება ის. ასე მთელი რუსეთი ნაროდი განეწყო და ხელიატიჩი რიაზანი ურომა მერია ეს ჩუდი თავისთავად ამას ყოველი გამოუცხადე საშინელება მოცემულ შემთხვევაში ძალიან გაიტანეს ერთმანეთი აბა ჩვენ კი არ გვგანას ვიგიგებს და იყოს ჩtildeოთის წარმომადგენლებს ხო მოკალეთ რა რა შევეგუებით ჩემი ტერიტორიების და პრობა აუხების საკითხებს იმედი ერთი რაღაც ახლა ამას წინააღმდეგობას მე თუ გავტეხა ცალ-ცალკე განადგურებიან რაღაც მსგავს მოცემულ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს მცირე შემოვაბრუნო ეს ოფი საერთოდ რა
არაფერი არ დამეკარგია, მაგრამ მაინც ტყუილად ვიღვაწე, ტყუილად დავიხარჯე, ტყუილად მოვცდი. ეგ არაფერი. მოკლედ რა მეგობრებო, მოდი ახლა დღეს მართლა თქვენი სებართვით დაღლილი ვარ, აქ გავჩერდეთ, ეს იყო თქვენი ჯვაროსანი მეფეები. პროგრესი სახეზია თვალსაჩინო. თუმცა ეს თამაში არ იყო ის, როგორც გეგმავდი წარმოყვანად და შვიდად. იმპერიის ტიტულამდე ჯერ შესაერთებელი ბევრია, 21% მოხდა გავებული, ეს. დაახლოებით აქამდეც. უნდა ავიღოთ რა, ეცი. ყველა შვიდობიანი საღამო. ვიძილ ტყუილის იზღები და დროებით რა.